2015 წელს სტალინის მე-19 კინოფესტივალის საპატიო სტუმარი საქართველოა. 13-დან 29 ნოემბრის ჩათვლით ესტონეთი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. სტალინის საკონცერტო დარბაზში კინომუსიკის პროგრამით საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა დაუკრა ნიკოლოზ რაჭოლის ხელმძღვანელობით. ფესტივალი კი კოტე მიქაბერიძის უხმო ფილმმა ჩემი ბებია გახსნა. საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით ძველი ქართული ფილმების კინოაფიშებიც გამოფინეს. ის რომ წელს ჩვენი ქვეყანა არის ფოკუსში, ანუ მთავარი მოქმედი პირი ამ ფესტივალზე, უზარმაზარი შესაძლებლობა არის, მაგრამ იმავე დროს დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი ქართული ფილმი, ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორები და ასევე ჩვენი კლასიკოსები წარვადგინოთ. დაიწყო როგორც ნახეთ ფესტივალი ჩემი ბებია ლეგიტიმური ფილმი, რომელსაც ახლა ნიკოლოზ რაჭოლის ცოცხალი მუსიკა და დაეთარებული სულ ახალი ფილმით, ეს არის ვანუგუცნახის შედეგების წელიწადი, რომელიც ეხლა ჩვენც კი არ ვნახავთ დასრულებული ვერსია და დღეს რამდენიმე დღეში ვნახავთ, ზოგადად ჩართული არის საფესტივალო პროგრამაში.